როგორც ევროპელს სირცხვილის საზარელი გრძნობა მაწუხებს. ვუყურებ ჩვენს ლიდერებს და ვფიქრობ, როგორ შევძელით ჩვენ კონტინენტმა, რომელმაც უამრავი გენიალური ფილოსოფოსი წარმოშვა, დიდებული მუსიკოსები და ხელოვანები, როგორ დაუშვით ასეთი მაღალი დონის დეგენერატები აგვერჩია ლიდერებად. ამ ადამიანებს პრაქტიკულად არაფერი ადარდებთ. მათ ეს განცდა დაკარგული აქვთ. ისინი თვითმარქვეები არიან. ერთობლივად შეიკრიბებიან ხოლმე ვაშინგტონის ოვალურ ოფისში პრეზიდენტ ტრამპის წინაშე, რომელიც მათ თავზე ხელს გადაუსვამს, მოეფერება და ეტყვის: კარგი ძაღლები ხართ, კარგი. და იცით, მერცი, რუტე, კირ სტარმერი, მაკრონი მას ეუბნებიან. დიახ, მამიკო, თუ კი გვიბრძანებ რომ ავხდეთ, უბრალოდ გითხარით ეს რა სიმაღლეზე უნდა გავაკეთოთ. შემდეგ ეს ევროპელი ლიდერები შინბრუნდებიან. ერთჯერადი ღირსების სპაზმი ემართებათ. რა დროსაც ხმამაღალ განცხადებებს აკეთებენ ევროპული სუვერენიტეტის განმტკიცების საჭიროებაზე. ევროპაში დაბრუნებულები საუბარს იწყებენ ერთი მხრივ პუტინისთვის, მეორე მხრივ კი ტრამპისთვის წინააღმდეგობის გაწევის აუცილებლობაზე. შემდეგ უცებ ტრამპი მადუროს იტაცებს და ისინი ამაზე კრინცსაც არ ძრავენ. მაკრონი და სტარმერი გამოდიან და საჯაროდ აცხადებენ, რომ მათ კომპეტენციაში არ შედის დაგმონის თუ რას აკეთებს ტრამპი ვენესუელაში. შემდეგ ტრამპი ამბობს, რომ სურს გრენლანდია მიეერთოს. ამასთან დაკავშირებით მცირეხნიანი აჟიოტაჟი ტყდება. თუმცა ეს თემაც მალევე დავიწყებას მიეცა. მოგვიანებით ტრამპი ირანის დაბომბვას იწყებს და ევროპელ ლიდერებს ყოფნით თავხედობა გააკრიტიკონ ირანის საკუთარი ქვეყნის დაცვის გამო. ამას ემატება ევროპელი ლიდერების აბსოლუტური თანხმობა პალესტინელთა მიმდინარე გენოციდზე. ყველაფერი ეს ჩემში ძალიან ღრმა საწოწარკვეთას იწვევს. ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი ამ ყველაფრის ფონზე საოცრად რაციონალურ პოლიტიკოსად წარმოჩნდა. და ეს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მან რამდენიმე ჭკვიანური განცხადება გააკეთა მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. რასაკვირველია, სინამდვილეში სანჩესი შორს არის ჭკვიანი პოლიტიკოსობისგან. გამოიწერე და გაიგე ამბები ლიბერალური ცენზურის გარეშე.